მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. კარგად მოგეხსენებათ, რომ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის არჩევის შემდგომ საქართველოშიც და მსოფლიოში ჩამოყალიბდა ესეთი იდეოლოგია და პიროვნებები, რომლებიც ტრამპს რაღაც გარკვეულწილად თითქოს აღმერთებენ, ტრამპიზმი. რომელიც მოიცავს იმას, რომ გარკვეული ის პოზიციები, რომელიც აქვს ტრამპს, ეს ყველაფერი იქნას აყვანილი მაღლა ზეცაში, თითქოს აი ტრამპი არის ხსნელი კაცობრიობის, მესიის მახვილი და გასაგებია, რომ ტრამპის მოსვლა ჩვენი ქვეყნისათვის უფრო სასარგებლო იყო, მაგრამ ესეთი ფუჭი და გარკვეულწილად ზედმეტად რაღაცნაირი ცაში აყვანა ამ ადამიანისა, ჩვენ პირველ ჯერზეც ძალიან ცუდად გვენიშნა. მე ვთქვი კიდევაც, რომ პირველი საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდში, როდესაც პირველი ჯერზე გახდა პრეზიდენტი ტრამპი, მაშინაც აი ესეთი დაპირებები იყო ხმაურიანი, აი ამას ვიზამ, იმას ვიზამ, მაგრამ ფაქტობრივად ვერაფერი ვერ გააკეთა ამ კაცმა. შიდა კიკლაობას მოანდომა მთელი თავისი ეს საპრეზიდენტო მმართველობა პერიოდი. და ეხლაც რა თქმა უნდა ის რომ ტრამპი სოდომისტების მიმართ გენდერისთან დაკავშირებით LGBT აი ამ წრის ადამიანებთან დაკავშირებით სწორ პოზიციებს ავლენს რაც ბუნებრივია ჩვენთვის ეს არის მისასალმებელი რაც ბაიდენის დროს არ ყოფილა მაგრამ ისეთ საკითხებში რაც არის გლობალური პოლიტიკა ჯერჯერობით გარკვეული ჩამოყალიბება არ იგრძნობა, იმიტომ რომ ტრამპი ხან ერთ განცხადებას აკეთებს, ხან მეორეს. იგივე რუსეთთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ რუსეთთან ის დაალაგებს სიტუაციას, მეორეჯერ გამოვა და იმედგაცრუებულია რუსეთით ამბობს და რაღაცა მკაცრ ზომებს მიიღებს რუსეთთან დაკავშირებით. ასევე არის ის, რომ ტრამპთან დაკავშირებით არის მოლოდინები, რომელიც თითქოს უკვე საპნის ბუშტივით გასკდა ჩვენში. ფუჭი მოლოდინები, რომლის საპნის ბუშტივით გასკდა. და ეხლა უკვე ეს ყველაფერი დაინახეს საქართველოშიც. ეხლა ზაზა შათირიშვილი, რომელიც გახლავთ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ანალიტიკოსი, ითვლება ოცნების პროპაგანდისტად. და ხშირ შემთხვევებში ხელისუფლება, როდესაც გამოდის რაღაც პოზიციას სურს დააფიქსიროს, სწორედ მსგავსი ტიპის ადამიანებით ახმოვანებს ამა თუ იმ მოსაზრებას. ამისთვის შეიქმნა ხალხის ძალა, რომ მაგალითად, რასაც ისინი ვერ იტყოდნენ, ხალხის ძალას უნდა ეთქვა და ამისათვის იქნა გამოსული ასპარეზზე აი დღეს მაგალითად ზაზა შათირიშვილი, რომელმაც ძალიან საყურადღებო განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპთან დაკავშირებით და მე დავინახე რაღაც ის, რამაც მე დამანახა, რომ გარკვეული იმედგაცრუება არსებობს ტრამპთან დაკავშირებით და აი ამ ტრამპისტებსაც მე მგონი რომ რაღაც ცივიწყალი გადაესხმევათ აი ამ განცხადებების შემდგომ და ალბათ დაგაინტერესებთ რა განცხადებაზეა საუბარი ამონარიც გეტყვით ამონარიც გთავაზობ ჩათირიშვილისა მთლიან განცხადებაზე არ გავამახვილებ ყურადღებას და მოусმენ თქვენ და ნახავთ ამ ყველაფერს რომელიც ითქვა ვიქტორ ორბანის მარჯვენა ხელი კვლავად სანქცირებულია და ტრამპის ადმინისტრაცია მისი სანქციის გაუქმებას არ ჩქარობს. ბიძინა ივანიშვილს ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა რუსეთთან პარტნიორობის საბაბით. დღეს კი ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან თანამშრომლობით თავად იწონებს თავს, თუმცა პარტნიორთან პარტნიორობაში დადანაშაულებულ ივანიშვილს სანქციებს არ უხსნის.
მაგნიცკის სიაშია შეყვანილი საქართველოს ვიცე-პრემიერი და ტრამპის ადმინისტრაცია არც ამ აბსურდის გადახედვისთვის იცლის. ევროპას ადანაშაულებენ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ გაუქმებაში, თუმცა დაჩაგრულ კანდიდატს მაინც არ აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას და დაჭერასაც კი უპირებენ. საინტერესოა, რატომ არ დაასანქცირა ტრამპის ადმინისტრაციამ არავინ რუმინეთიდან, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად აბსურდულად მიიჩნია. ერთმანეთის იდენტური სცენარებით გრძელდება აქციები სერბეთში, სლოვაკეთში, თურქეთში, საქართველოშიც ქუჩაში დაგვიტოვეს რამდენიმე ასეული Deep State-ის აგენტი. ეს ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ სინამდვილეში არც არაფერი შეცვლილა და ტრამპის ადმინისტრაციის ხელით Deep State-ი ყველა იმ მტრულ საქმიანობას აგრძელებს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის ხელით იყო დაწყებული. აშკარაა, რომ Deep State-ი არც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დათმობას აპირებს და მასთან ბრძოლაც მხოლოდ მოჩვენებითია. ახალი ადმინისტრაცია აქცენტს მხოლოდ გენდერის თემაზე და ტრანსგენდერებზე აკეთებს, რაც პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია. ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ აღიარეს ბანალური ჭეშმარიტება, რომ კაცი კაცია და ქალი ქალი, თუმცა ისინი არც ერთხელ არ დაპირისპირებიან ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და სხვა მოვლენებს, რომლებიც სამყაროს ფსევდოლიბერალურმა იდეოლოგიამ მოახვია თავს. გენდერისა და ტრანსგენდერების თემასაც Deep State-ი ევროპაში ინახავს და კიდევ უფრო აქტიურად აღვივებს. პრობლემებზე, რომლებთან დაკავშირებითაც ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს, საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ 3 წლის წინ ალაპარაკდა, რაც მათთვის ობიექტურად საინტერესო უნდა ყოფილიყო. თუმცა ვხედავთ, რომ ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით სრულ დუმილს ინარჩუნებს. ამ დუმილს ერთადერთი ახსნა აქვს. Deep State-მა არ იცის რა უნდა გააკეთოს საქართველოსთან მიმართებით. ქართულმა ოცნებამ იდეალურად წარმართა გასული 4 წელიწადი. პრაქტიკულად გაანადგურა ოპოზიცია, ანუ Deep State-ის აგენტურა. საზოგადოების უდიდეს ნაწილს გააგებინა სიმართლე, რომ Deep State-ისგან მართული დასავლური სტრუქტურები არა საქართველოს დახმარებით, არამედ ქვეყნის არევისა და რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობით არიან დაკავებული. ახალმა ადმინისტრაციამ ქართულ ოცნებას ხელი რომ გაუწოდოს, აგენტურა საბოლოოდ უნდა გაანადგუროს, რასაც ბუნებრივია Deep State-ი არ დაუშვებს. ამავდროულად ქართული ოცნება ახლა იმდენად არის მოძლიერებული, რომ მასზე თავდასხმაც დღეს სრულიად კონტრპროდუქტიული იქნებოდა. სწორედ ამიტომ რჩება ახალი ადმინისტრაცია დუმილის რეჟიმში. თუმცა ქართული ოცნება არ უნდა დაელოდოს იმას, რასაც ამერიკაში ელოდებიან, კერძოდ Deep State-ის რებრენდინგს, რომელსაც დაახლოებით 1 წელიწადი დასჭირდება. ამასთან მარტივი ახსნა აქვს, როგორც კი Deep State-ის რებრენდინგი დასრულდება, ის საქართველოს გაძლიერებული ტრამპის ხელით შემოუბრუნდება და აგენტურით მის ჩანაცვლებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამიტომ ქართულმა ოცნებამ საზოგადოება ახალი ადმინისტრაციის ხელით Deep State-ის ახალი შეტევისთვის წინასწარ უნდა შეამზადოს. ერთადერთი, ვისაც ამ რთულ რეალობაში ქართული ოცნება დღემდე ეყრდნობოდა და მომავალშიც უნდა დაეყრდნოს ქართველი ხალხია, რომელსაც გასული 35 წლის მანძილზე უდიდესი გამოცდილება და სიბრძნე დაუგროვდა. ამიტომ შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების სრულად ინფორმირებას ალტერნატივა არ აქვს. აი ძალიან საყურადღებო იყო განცხადება, ხა ვიღაცა იტყვის რატო დაუთმეთ ასეთი ამდენი ყურადღება ბატონ ზაზა შათირიშვილს. ხა ზაზა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზაზა შათირიშვილი როგორც ხალხის ძალა ახმოვანებს ქართული ოცნების პოზიციას. აი დააკვირდით რა განცხადება გაკეთდა, რომ ჯერჯერობით ტრამპის მხრიდან აი ამ გენდერთან დაკავშირებით და LGBT თემთან დაკავშირებით ისეთი რაღაცა გარკვეული რაღაც გარდატეხას მოახდენდა, არაფერი არ გაკეთებულა. Deep State-ი კვლავაც აგზელებს თავის მოქმედებას ამერიკაში. და ის სანქციები, რომელიც დაწესებული იქნა ხელისუფლებაზე, არ გაუქმებულა. ანუ ეს არის გარკვეული წუხილი. ნუ თან იმედიც ჩანს აქ, რომ აი რაღაცა შეიცვლება, რომ Deep State-ი დამარცხდება, მაგრამ აი ამ განცხადებაში ბატონი შათირიშვილისა ჩანს ის, რომ ჯერჯერობით არაფერი არ შეცვლილა კარდინალურად ამერიკაში და შეიცვლება თუ არა კიდევ ეს უკვე ჩვენი პოზიცია, ეს კიდე კაცმა არ იცის. ამიტომ მე მინდა ამ ტრამპისტებს უთხრა, ის რომ ორი სქესი არსებობს, ის რომ მაგალითად სოდომისტები უნდა განადგურდნენ, ის რომ რაღაც გარკვეულწილად მორალურ საწყისებს უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფო, ეს არის კი ბატონო სწორი და ღვთისმშობლის წილხვად ქვეყანას ამით ვერ გააკვირვებ ამ განცხადებით. მაგრამ თავარი აქ არის ის, რომ პოლიტიკა გლობალურად ის რაღაც გარკვეული რაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, აი ეს უნდა შეიცვალოს მეგობრებო და ამის ცვლილება არ ჩანს და რო არ ჩანს რაღაც გარკვეულწილად დასკვნებით უნდა გამოვიტანოთ ჩვენ. შეიძლება არ შეიცვალოს, იმიტომ რომ მაგალითად რადიო თავისუფლებას დახმარება, დაფინანსება შეუწყდებაო და აიტაცეს აქ ჩვენში ეს ყველაფერი და ეგონათ რომ ეს ესე დარჩებოდა, მაგრამ
დავინახეთ რომ შეიცვალა გადაწყვეტილება რადიო თავისუფლებას კვლავ გამოეყოფება დახმარება ანუ ეს ბოდიში და ჭინკები დაფინანსდებიან არ არის გამორიცხული რომ შეიძლება ყველა არ დაფინანსდეს მაგალითად ბაბუცას არ მისცენ დაფინანსება მაგრამ მისცემენ საერთაშორისო გამჭვირვალობას საიას სამართლიან არჩევნებს რა მნიშვნელობა აქვს ეხლა 10 პარაზიტის მაგვირად 5 პარაზიტი რო ეყოლება ეს ქვეყანას ეს ხო მაინც მავნებელი არის ერთმა რუსთავი ორმა მოახერხა 2003 წელს გადატრიალება ეხლა გასაგებია დღეს ერთის მაგვირად 5-ია მაგრამ ის ერთიც ეფექტურად მოქმედებს ამიტომ ჩვენ ფაქტობრივად რეალობა ის არის რომ არაფერი არ შეცვლილა დიდიათ პოლიტიკურ ჭრილში იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი რომელიც დასანქცირდა ამაზე არაფერი არ იცვლება კვლავად დასანქცირებულია დღეს მოსამართლეები დასანქცირების შესახებ ხარობდა ნაცმედია რომ აიო ბანკებიდანო ფულს ვერ გამოიტანენო ამაზე მეტი სირცხვილი რა გინა ეს არის ყველაზე დიდი ზეწოლა სასამართლო სისტემაზე როდესაც მოსამართლე ვიცის რომ ხვალ შეიძლება მან ვიზა მასტერკარდით ვერ ისარგებლოს იმის გამო რომ ეს ამერიკას არ მოეწონება უკვე თითეული გადაწყვეტილება რომელიც უნდა გამოიტანოს მათ ნაცმოძრაობასთან დაკავშირებით არის წნეხი მისთვის წნეხი და როდესაც აი დღეს კალაძემ გააკეთა გაცხადება რომ ამერიკამ მადლობა უნდა გადაგვიხადოსო ჩვენო იმიტომ რომ ამ deep state-ს გამოუცხადეთ ზოლა ჩვენო პირველ რიგშიო და არავითარი მადლობა არც არავითარი პოზიციის ცვლილება გასაგებია საელჩო აღარ ურტყამს ისე ჩვენს ხელისუფლებას და რაღაც გარკვეული ვერ ვიტყვით რომ რაღაც ცვლილება არ მოხდა არის ცვლილება მაგრამ არა კარდინალური თუ კი მაგალითად ყოველ ჯერზე გამოხდებოდა ეს დანიგარი და ტუქსავდა საქართველოს ხელისუფლებას ეს შეიცვალა კი ბატონო მაგრამ გლობალურად კვლავაც ჯო უილსონი აქტიურობს კვლავაც ესე იგი რიტორიკა სენატორებიდან იგივე ისმის და ჩვენ ამის ცვლილებას ველოდებით იმიტომ რომ არ შეიძლება ქვეყანაში მოსამართლეებს ასანქცირებდნენ არ შეიძლება რომ მაგალითად იგივე პოლიტიკა გრძელდებოდეს შიშის იმისო რომ შეთქვენ არ მოიქცევი და ჩვენ რაღაცას შევცვლით არ შეიძლება რომ ჰელსინკის კომისია აკეთებდეს გაცხადებას იმის თაობაზე რომ თურმე საქართველოს აცდა დემოკრატიის გზას ეს ეხლა გასაგებია იტყვის ვიღაცა რომ ამერიკაში არის ძალიან ძლავრად გლობალისტები და ესე უერთი ხელის მოსმით ყველაფერი ვერ შეიცვლება მაგრამ ერთი ხელის მოსმით არც პირველი მმართველობის დროს შეიცვალა ტრამპისა და ჩვენ გვაქვს გარანტია იმისა რომ შეიცვლება ეხლა მეორე მმართველობა თუ ერთხელ კაცმა ვერაფერი ვერ ქნა მე რა გარანტია მაქვს რომ მეორეჯერ შეცვლის ტრამპი ამ ყველაფერს ამიტომ ლაპარაკობთ მეგობრებო ჩვენ იმის შესახებ რომ ჩვენ უნდა ჩვენი პოლიტიკა ვაწარმოებთ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის გადავდგათ ის ნაბიჯები რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის არის პირველ რიგში პრიორიტეტული ეს არის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დალაგება იმიტომ რომ ყალიბდება ფაშისტური კოალიცია ევროპაში და ყალიბდება ქვეყნები რომლებიც ამ ფაშისტს აღუდგებიან და ამ ფაშისტს წინ აღუდგება ჩინეთი რუსეთი ინდოეთი აზიური ქვეყნები პოსტსაბჭოთა ქვეყნები და აქეთ არის დასავლეთის ევროპის ქვეყნები და ასევე ის ქვეყნები რომლებიც მოიაზრებიან ასევე მოკავშირეებად მაგალითად ეხლა შეიძლება სირია მოიაზროს აქ კუთხით იგივე თურქეთი და ჩვენ უნდა გავირჩიოთ სად დავდგეთ იმიტომ რომ ჩვენ თუ ტრამპს დაველოდებით აი შათირიშვილის წერილში მე დავინახე ის მართვალი რომ ჩვენი უნდა გავაკეთოთ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა დაველოდოთ იქ ბოლოს წერია რომ დაველოდოთ უნდა რომ deep state-ი დამარცხდება და ეს ამერიკის ხელისუფლების პოზიციები გაძლიერდება მაგრამ ჩვენ ამავდროულად უნდა ვიმოქმედოთ კიდევაც იმიტომ რომ შეიძლება ესეც არ მოხდეს ესე იმიტომ რომ ძალიან მძლავრია, ძალიან დიდი ფესვები აქვს აი ამ ბოროტებას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამ ფესვების ამოღებას შეძლებს თუ არა ტრამპი კაცმა არ იცის. არის აქ საუბარი მაგალითად რომ ტრამპის საერთოდ ლიკვიდაცია მოხდება. გახსოვთ პირველი ვინც აღუდგა მაშინდელ ამერიკულ დიფტებს ეს იყო კენედი რომელიც გამოუკვიდა და დაუპირისპირდა მაშინ უშიშროების სამსახურს და დაუპირისპირდა იმ ნეგატიურ მოვლენებს რაც იყო ამერიკაში და ეს კაცი მოკლეს და რა გარანტია რომ იგივე კენედის ბედს არ გაიზიარებს ტრამპი და მარტო კენედი ხო არ მოკლეს ამერიკა საერთოდ დემოკრატიულ ქვეყანად ითვლება მაგრამ არც არ სოფლიოში ამდენი პრეზიდენტი არ მოუკლია და თავდასხმა არ განხორციელებია როგორც პრეზიდენტებზე ამერიკაში და დასკვნები უნდა გამოტანილი იქნას
ჩვენ თუ ტრამპს დაველოდებით, თუ ამერიკას დაველოდებით, ამასობაში ჩვენი მატარებელით ჩაივლის. აი ხა გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ინაუგურაცია იყო, მაგალითად ამ ახალი პრეზიდენტის აგურბას და იქ იყო კირიენკო ჩასული ვიცე-პრეზიდენტი რუსეთის, ასევე სამი ოლქის გუბერნატორი და იქ გადაწყდა რომ მაგალითად აფონიდან სოხუმამდე გაკეთდება მეტროს ხაზი, ასევე გადაწყდა რომ იქ აი სანაპიროზე ინფრასტრუქტურა მოეწყობა, აეროდრომი გაკეთდა, ვიღაცა გამოხტება იტყვის ეხლა, აი რუსეთი ეს არის. აბა ჩვენ თუ არ გადავდგით ნაბიჯები, ესე მოგვიწევს ყურება იქ რომ რაღაცები ხდება. და რუსეთი ყოველთვის გვეუნება ჩვენ. თუ თქვენ მოილაპარაკებთ აფხაზებთან და ოსებთან, ჩვენ ამ ყველაფერს ხელს შეგიწყობთ თქვენ, ეს რას ნიშნავს? რუსეთი პირდაპირ არ იტყვის რომ მიდი წაიღეთ ეს ეხა დიპლომატიურ ენაზე მაგას ნიშნავს რომ თქვენ თუ მოილაპარაკებთ მე ხელს შეგიწყობს ნიშნავს ის რომ თქვენ დაიწყეთ პროცესი და მე მოგეხმარებით იმაში რომ თქვენ დაალაგოთ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობა. ერთი 100-ჯერ გაკეთდა განცხადება ლავროვის მხრიდან 3+3 ფორმატში მონაწილეობაზე, რაც ნიშნავს პირდაპირ იმას რომ ეს არის საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივად აღიარება, იმიტომ რომ 3+3 ფორმატში, როდესაც საქართველო მონაწილეობს იმ საზღვრებით, რომელიც საზღვრებიც არის ჩვენი იურიდიულად აღიარებული და ამას თუ იქ შენ მონაწილეობ, ყველა ამას აღიარებს, ხო? და ჩვენ უნდა გავაკეთოთ, გადავდგათ ეს ნაბიჯი და ზოგიერთების პოზიცია რომ 9 მაისსაც არ უნდა წავიდეთ, იქ რუსებთან არ დავილაპარაკოთ, ეს არის უტოპიური, მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი. როდესაც ალიევი, რომელმაც მაგალითად ჯაშუშებად გამოაცხადა რუსკი მირი და გამოყარა იქიდან, როდესაც დავინახეთ რომ ჩვენ 1 მილიონი თუ 2 მილიონის დახმარება გაუწია ჰუმანიტარული უკრაინელებს აი ამ თვითრინავის ამბების შემდგომ, როდესაც დაიძაბა სიტუაცია, მიუხედავად ამ ყველაფერისა, ეს კაცი მიდის მოსკოვში დაესწროს იქ 9 მაისს 80 წლის იუბილეს. იგივეს აპირებს პაშინიანი, სლოვაკეთის პრემიერი, უნგრეთის პირველი პირი. და ესეთი ნაბიჯებით ყალიბდება ის ყველაფერი. ეხლა ვიღაცა იტყვის აფხაზები და ოსებიც იქნებიან და ეს რეალობაა. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ბოლო-ბოლო, აბა აფხაზების და ოსების დამოუკიდებლობას უკან არავინ არ წაიღებს. და ეხლა იმის შიშით რომ აფხაზები და ოსები იქ არიან და ჩვენ არ უნდა ჩავიდეთ, არ მიმაჩნია სწორად, რბილად რო ვთქვათ. და დღევანდელი ზაზა შათირიშვილის ქართული ოცნების მხარდამჭერის და პროპაგანდისტის განცხადება არის პოზიცია, რომელშიც არის აღნიშნული, რომ ტრამპთან დაკავშირები მოლოდინები საპნის ბუშტივით გასკდა. რომ რასაც ჩვენ ველოდით, ის არ მართდება, ჯერჯერობით კვლავაც გრძელდება ის პროცესები და deep state კვლავაც აგრძელებს თავის მოღვაწეობას. და დამარცხდება თუ არა deep state ბოლომდე ეს კაცმა არ იცის კიდევ. იმიტომ რომ მაგალითად გუშინ მე წავიკითხე ერთ-ერთი დასავლური საინფორმაციო სააგენტოს კვლევები, სადაც იქ საუბარია, როიტერის კვლევები იყო, რომ 40% დაეცა ტრამპის რეიტინგი. და კიდე დაეცება თუ ტრამპმა არ დაიწყო იმ დანაპირებების შესრულება. როდესაც ის მოვიდა რევოლუციური რაღაც გარკვეული გადატრიალებებით რომ რაღაცებს შეცვლა, თუ არ შეიცვალა, რა თქმა უნდა, იქ უკვე ტრამპის მიმართაც პოზიციები შეიცვლება, იმიტომ რომ ჩვენ ველოდით იმას და რეალურად არაფერი არ შეძლო. გასაგებია იქ გუშინ ითქვა, რომ მაგალითად 20%-იანი მაგალითად დაბეგრვა იქნება პროდუქციაზე ექს ავტოიმპორტის, ანუ ავტომობილებზე, რომ მაგალითად გარკვეული პრობლემები შეექმნება ევროპულ ბაზარს, ამერიკული მანქანების შედეგად. ეს ყველაფერი ითქვა, გასაგებია, გარკვეული დადებითი ძვრები არის, არავინ არ უარყოფს, მაგრამ არა ისეთი, რასაც ელოდებოდით ჩვენ. დღეს ჩვენ ამ თემებზე, ამ და სხვა საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ ჩვენს სტუმართან ერთად ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიკოსი, პროფესორი ბატონი მამუკა კარტოზია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო მამუკა. მოგესალმებით ნიკოლოზ, მადლობა მოწვევისათვის. აი მოდი ბატონო მამუკა გავანალიზოთ, იცით გასაგებია რომ არც მინისტრი, არც პრეზიდენტი, არც რეალურად შეიძლება თანამდებობა არ აქვს ამ კაცს, მაგრამ ზაზა შათირიშვილი ყოველთვის ახმოვანებს ქართულ ოცნებას. და ის განცხადება ჩვენ უნდა გავიგოთ როგორც ქართული ოცნების არაოფიციალური განცხადება.
და დავინახეთ ამ განცხადებაში გარკვეული წუხილები, რომ ანუ ჯერჯერობით არაფერი არ იდგმება იმ სანქციების მოხსნაზე, იმ დაპირებებზე, რომელიც იყო და ამერიკის შეერთებული შტატები. აი რა შეფასებას გაუკეთებთ თქვენ აი ამ ყველაფერს, რაც მოვისმინეთ და იგივე იმ პოზიციები, რომლებიც ვლინდება ამერიკის მხრიდან. გასაგებია ყველაფერი, მე მინდა ეხა ჩვენი საუბარი ცოტა ისტორიული ექსკურსითაც წავიყვანო და ჩვენს მაყურებელს შევახსენო, რომ მოდით რა თავიდან ასე დავიწყოთ. აქვს კი ამერიკას ინტერესი საქართველოში და როდისმე ქონდა ინტერესი, ანუ გეოპოლიტიკის სტრატეგიიდან გამომდინარე. ამერიკის შეერთებულ შტატებს არასდროს არ ქონია საქართველოში. მე ვამბობ გასული საუკუნეების განმავლობაში და მერეც ურთიერთობა, იმიტომ რომ საქართველო არასდროს არ ყოფილა დამოუკიდებელი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ანუ ერთიანი მოცემულობა იყო საბჭოთა კავშირი და საერთოდ ისიც არ იცოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ვინ ცხოვრობდა და რამდენი ეროვნების საინტერესო მკვლევარი გახდათ. ყველაზე ცნობილი ამერიკელი პროფესორი რიჩარდ ფაიფსი, რომელიც გახდათ ერთ-ერთი პირველი მკვლევარი საბჭოთა კავშირის და მან შექმნა უნიკალური სახელმძღვანელო წიგნი, ნაშრომი ეს გახლავთ საბჭოთა კავშირის შექმნა, პირველი ფუნდამენტური კონცეპტუალური ნაშრომი საბჭოთა კავშირში, სადაც მან პირადად თქვა, რომ ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ თურმე საბჭოთა კავშირში რუსების გარდა ცხოვრობენ ამდენი ერები. ანუ რისი თქმა მინდა. ამ გლობალურ სტრატეგიაში არ იჭირდა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი საქართველოში უბრალოდ გაჩნდა 90-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლებში, როდესაც კანონიერად არჩეული ხელისუფლება ზუსტად გამსახურდია იქნა დამხობილი და ხელისუფლებაში მოიყვანეს ედვარდ შევარდნაძე. შევარდნაძის სცენარით მოყვანა გახლდათ ამერიკული სცენარი, რადგანაც მათ შევარდნაძეს გადაუხადეს მადლობა იმის გამო, რომ მან მოახერხა გორბაჩოვთან ერთად და მთელი კამარილიასთან ერთად საბჭოთა კავშირის დაშლა და საბჭოთა კავშირი მან დაშალა უმტკივნეულოდ ყოველგვარი ომების, ყოველგვარი კატაკლიზმების და ყოველგვარი ფინანსური რესურსების. ტრილიონები დოლარის ეკონომია მისცა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპის ქვეყნებს. ეს გახდათ იმისი საფუძველი, რომ ედვარდ შევარდნაძე ჩამოიყვანა საქართველოში და მისთვის გარკვეულწილად კარგ-ბლანში მიეცათ. ყველა ძალიან კარგად გახსოვთ გაუბედურებული ნაომარი გადამწვარი თბილისი 92 წელს და მოფრინავს საქართველოში ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი. ანუ ეს იმის ნიშანი იყო, რომ მან ცნო არალეგიტიმური ხელისუფლება და მან ცნო სახელმწიფო გადატრიალება და აჯანყება, რა ვიცი, რაც შეიძლება დავარქვათ. შემდეგ გაივლის გარკვეული პერიოდი და საქართველოში ჩამოდის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი. ანუ ორივე მოცემულობით ამერიკის შეერთებულ შტატებმაც და გერმანიამაც ცნო საქართველოს, ანუ ცნო შევარდნაძეს საქართველოს. შევარდნაძეს მისცეს სრული კარდბალანში, გახსოვთ რა სიტუაცია იყო და გარკვეულწილად მე მინდა ახლა ერთი პასაჟი შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ აი პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა შევარდნაძე, ანუ დაბალანსების პოლიტიკა რუსეთით, საქართველოს, თქვენ რა გონიათ ახლა აფხაზეთის ომში და რაც მოხდა აფხაზეთთან დაკავშირებით, ეს რა იყო და რატო გააკეთა რუსებმა, ხო? რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებულება იყო ზუსტად ისეთი, რაც მან გაუკეთა რუსეთს და დაშალა და ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა მთელი ევროპის დაუშვა დაკარგვა, უზარმაზარი დარტყმა მიეყენა რუსეთის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს და არა მარტო სამხედრო სამრეწველო კომპლექსს, ყველაზე ძლიერი დღეს რაც რუსეთშია და რუსეთში მაშინ იყო და დღესაც არის, ეს არის სამხედრო პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, სამხედრო პოლიტიკური ძალა და ის მრეწველობა მთელი ეს აწყობილი უდიდესი მექანიზმი. აი ზუსტად ამის გამო მოხდა აფხაზეთის დაკარგვა და ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. აი ეს მცდარი ნარატივი, რომელსაც შევარდნაძე და მისი მთავრობა, მისი კამარილი ახორციელებდა საქართველოში და უდიდესი შეცდომა და ტრაგედიამდე მიიყვანა, ეს გახდათ აი ამ ყბადაღებული ნატოს ზახილი. ვინ თუ არა შევარდნაძემ ძალიან კარგად იცოდა, რომ როდესაც ის მონაწილეობდა და ის ერთ-ერთი პროტაგონისტი იყო, ამ აქტიურად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში გორბაჩოვთან ერთად და შემდეგ უკვე ელცინმა გააგრძელა, ანუ მემკვიდრეობით საბჭოთა კავშირის დაშლა, ეს ნიკა იყო ის, რომ მან კარგად იცოდა, პირდაპირ მოლაპარაკებაში ეწერა, რომ ნატო არ გაფართოვდება. შევარდნაძემაც და გორბაჩოვმაც მოთხოვეს დასავლეთს, რომ ჩვენ
კი ბატონო მოვდივართ ამაზე, მაგრამ დანარჩენზე თქვენ არ უნდა წამოხვიდეთ და ეს მოხდა შეთანხმება, უბრალოდ ჯენტლმენური შეთანხმება მოხდა. არანაირი კომუნიკე არ გამოქვეყნებულა. და აი ამაში მოატყუეს კი არა, მე უკვე და ელცინის მთავრობა რომ მოვიდა, ამაში ელცინის მთავრობა ფაქტიურად უკვე იყო გადაბირებული ამერიკის შეერთებული შტატების და ფაქტიურად გაყიდა ყველაფერი და თითქმის იმ რუსეთამდე მოიყვანა ნატოს, ხო? ეს ხო შევარნაძემ ძალიან კარგად იცოდა რეალურად საქართველოში ნატო გამორიცხული იყო, არ უნდა მოსულიყო. აი ამაში უდიდესი შეცდომა, მან იმის დაბალანსების პოლიტიკით გახსოვთ ხო, კაცო, ყველაზე საოცარი და გამაოგნებელი იყო ნიკოლოზ, გავიხსენოთ ის ფაქტი, გაგანია ომი მიდის, რუსეთს ებრძვის თავისი ერთ-ერთი რეგიონი ჩეჩნეთი, გახსოვთ თქვენ ძალიან კარგად, რუსეთის და ჩეჩნეთის სამოქალაქო ომი, სისხლის მღვრელი ომი გახდათ და ამ დროს არაღიარებული ჩეჩნეთის დამოუკიდებელი იჩქერიის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი ჩამოდის თბილისში და მას ხვდებიან როგორც სახელმწიფო იმის ლიდერს. თქვენ წარმოიდგინეთ, მიდის ომი, რუსეთი ეომება ჩეჩნეთს, ჩეჩნეთის ვინცნობს ახლა მის დამოუკიდებლობას არავინ და ამ დროს საქართველოში ჩამოდის და შევარდნაძე ღებულობს ასლან მასხადოვს და მას როგორც სახელმწიფოს მეთაურს ისე ღებულობენ. ეხლა ამიხსენეთ, რომელ პოლიტიკურ ურთიერთობებში, რომელ სტრატეგიაში ჯდება, რომელ დიპლომატიურ ეთიკაში ჯდება ესეთი სიტუაცია. ეს ამას ხო გამართლება არანაირი არ ქონდა და კიდევ გახსოვთ ნიკოლოზ ის რომ გელაევის რაზმი შემოყვანა, 500 კაციანი ბოევიკების შემოყვანა, რომელიც გამოიქცნენ და მისეს საქართველოში თავშესაფარი, იგივე პანკისის ხეობაში ამ ჩეჩნების თავშესაფარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რის თქმა მინდა მე. და აი დღეს ახლა შათირიშვილის განცხადებაში ბევრი რა თქმა უნდა იკითხება, მაგრამ მოდით რა მეორე მხრიდან შევხედოთ და ვთქვათ, რომ ჯერ გამოვიდეთ ტრამპის დამოკიდებულებიდან. ტრამპი ორი თვეა რაც ხელისუფლებაში მოვიდა. ხო? მეორე თვეა უკვე იანვარში შეუდგა ხელისუფლებაში. მას არა იმის საშუალება ჯერჯერობით დღესდღეობით, რომ ფაქტიურად ამ deep state-ს და მთელ ამ დაუშვათ აი ამ რეალურ უდიდეს ძალას დაეჭიდოს და მოერეოს, გამორიცხულია. შეიძლება გარკვეული წლები დაჭერდეს და შეიძლება ამ 4 წელიან საპრეზიდენტო ვადაშის ვერ მოახერხოს. უბრალოდ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ერთი მთავარი პოსტულატიდან. ჭირდება, კი ახლა ჩვენ აი განცხადებაში იყო, ახლა ნიკოლოზ გვერო თქვით, რომ შათირიშვილი ამბობს, რომ აი ეს ვერ გააკეთა. მე შათირიშვილს კი არა, ქართულ ოცნებაელს. ხო, რა თქმა უნდა, ნუ წერი, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ ერთი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა საქართველოს დამოკიდებულება ახსოვს კაცოები მას უდიდესი პრობლემები აქვს. ახლა რა შეიძლება გენდერი შეცვალა გასაგებია, იგივე ჰომოსექსუალი დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ფინანსთა მინისტრი ღია ჰომოსექსუალი ყავს ტრამპს. ღია ჰომოსექსუალი ყველამ ძალიან კარგად იცით. ეხლა? რა თქმა უნდა. ეხლანდელი ფინანსთა მინისტრი. თქვენ იცით რომ ის ალისა ვაიდელი, რომელსაც ის მხარს უჭერდა ილონ მასკიც და რუბიოც და რა ვიცი, ყველანი უნდათ მისი გამარჯვება, ესე ალტერნატივა გერმანიისთვის, ერთ-ერთი რადიკალური მემარჯვენე პარტია გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნებში მეორე ადგილზე იყო. ეს არის ლესბოსელი ქალბატონი და ცოლი ყავს, რომელსაც უჭერს ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ნუ უამრავი კიდე სხვა. ამიტომ ცოტა ისეთ როდესაც ხო აი ფაქტია გამოაცხადა კიდე მასკი გამოირჩეოდა ისეთი ცოტა მკვეთრი განცხადებებით. მასკი მიდის უკვე. ხო, მასკი მიდის, რომელიც იყო მკვეთრად უარყოფითად განწყობილი ამ NGO-ების მიმართ. ანუ ტრამპი რჩება მარტო ამ თავის რუბიოსთან ერთად, თავის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად და ერთი რამე არის, რომ იცით ჩვენ ახლა თქვენ გაიხსენეთ და ტრამპი ისიც მახსოვს მე LGBT დროშას რო აფრიალებდა ხო გახსოვთ ჩვენ ტრამპი ეცი რა მე არ ამჯერავს ისეთი ადამიანის რომელიც მაგალითად LGBT დროშას აფრიალებდა ადრე და ეს ვიდეო კადრები ჩვენ ადრეც ვნახეთ და გიჩვენეთ და დღეს ახლა მას შეეცვალა სოფხედველობა ისეთი ადამიანს იცით რა არის შეიძლება შეეცვალოს ახლა სოფხედველობა კი არა ყველაფერი შეეცვალოს ახლა მარიამ მეგვიპტელი ადრეს სხვა ცხოვრები ცხოვრობდა და მე წმინდანი გახდა და ჩვენ ვიცით რომ ავაზაკი პირველი შევიდა 64-ში მაგრამ ესეთი ახლა რაღაცა ტრამპი თუ არ ვიცი ახლა წმინდანად გარდაისახა არ ვიცი მაგრამ ფაქტი ერთია შედავლოცილო შენ თუ მთავრობის ხდომას ბატონო მამუკა იმითი ლოცვით იწყებ თუ რუბიო ნაცარის ისვამს იმითი რა ქვია რომ კათოლიკების და სირიაში ქრისტიანების დახოცვა გულთან არ მიგაქ და განცხადებასაც არ აკეთებ რომ შეშფოთებული ვარ მე არ ჯერავს ეგეთი ქრისტიანობის
ქრისტიანი მეფე და ქრისტიანი მართველი, როდესაც ქრისტიანების მასობრივ ხოცვას უყურებს, ის რეაგირებას ახდენს, ხო? ხო და ვინთხარ რომ ქრისტეს არ არის მორწმუნე ხო, გასაგებია. თავს დებენ, თავრობის ხდომას ლოცვით რო იწყებენ და ტელეეთერში იმით გამოდის, ეხლა აბა რა არის ეხლა, ხო თავს დებენ. ამერიკის შეერთებული შტატები თვითონ სახელმწიფო ბატონ ნიკოლოზ არის ცენტრი ყველა ანტიქრისტიანული მოძრაობის დაწყებული იეჰოვა მეგაპოლისი. ხო, აი ყველა ცენტრი, ანუ დამფინანსებელი ამერიკის შეერთებული შტატებში არის ყველა ეს განთავსებული. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ორი პრეზიდენტის გარდა არც ერთი არ ყოფილა ტრადიციული რელიგიური, ხო, ქრისტიანულ სახელმწიფო თვითვლება. ორი პრეზიდენტი ეს გახლდათ კენედი და ბაიდენი ორივე ირლანდიური წარმოშობის გახლდათ კათოლიკები. დანარჩენი ყველა პრეზიდენტი იყო ისინი რა ქვია სექტანტები, ანუ მიმდევრები სხვადასხვა სექტის, მათ შორის ტრამპის. ამიტომ ნუ მოვთხოვთ ამათ ეხლა თავდაკლულ კათოლიკობას და ქრისტიანობას და მე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა, უკვე ისტორიამ გვანახა კათოლიკობამ დაკარგა ის დვრიტა, რასაც ქრისტიანობა ქვია. აი ევროპაში დღეს რაც ხდება და რასაც ჩვენ უყურებთ, ხო, იმ მსხრევა იმ იდეალების, იმ ფასეულებების, ღირებულების, ეს იმის ბრალია, რომ კათოლიციზმი დაიკარგა. არ არის კათოლიციზმის წამყვანი როლი იგივე რომის პაპი და გარკვეულწილად რომის პაპის მმართველობა მთელ კათოლიკურს დაიკარგა ჩემო კარგო არ არის. აი ხა მე ბევრისგან გამიგონია, თქვენ ახლა ერთი აქცენტი გააკეთეთ მასხადოვთან დაკავშირებით. იცით რა არის, საქართველოში უნდა დასრულდეს ბატონო მამუკა ერთი ადამიანის ზიზღით ახსილი პოლიტიკა. აი გამოვა ვიღაცები დაიწყებენ რაღაც ამ ეროვნული მოძრაობის გინებას, დაიწყებენ ეროვნულთან დაკავშირებით ყველაფრის განკითხვას. თვითონ ელცინმა თქვა, берите то независимость, кто сколько можете. და თვითონ რუსეთმა მისცა დასაბამი, რომ არა მარტო პოსტსაბჭო, არა მარტო სხვაგან, არამედ თვითონ თავის ფედერაციაში რომ დაწყებულიყო ეს პროცესები. და ეხლა იცით რა შეასაქმე? როდესაც მე არ მინდა ამ თემის გაშლა ყველა კარგად ხდება, მაგრამ როდესაც ვიღაცები ლაპარაკობენ, რომ ადამიანის ზიზღით ახსილი ადამიანები რაღაც ვიღაცების შეცდომებზე, მაგალითად იმ ეპოქაში, რომელშიც თვითონ მოღვაწეობდნენ, რომელ ადამიანთან შევარდნაძესთან მუშაობდნენ, იმას კი არ იტყვია, რომ აი შევარდნაძემ რა შეცდომებია. ხო, აი მას არა. 6 თვე რო კაცი პრეზიდენტი იყო, გამსახურდია, მანდამაიც ის გაახსენდებათ, რომ აი მან მაგალითად ჩეჩნეთში წავიდა. ჩეჩნეთში წავიდა, რომ ჩამოაგდეს. და იქ თუ მან ჩეჩნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, უკვე ჩამოგდებული იყო. და აგერ შევარდნაძე, იმიტომ არ ვერ დავალაგეთ ჩვენ რუსებთან ურთიერთობა, იმიტომ იყო პრობლემები და იმიტომაც მოხდა აფხაზეთის ტრაგედია, რომ ბორომდე არენდობოდნენ შევარდნაძეს. მაშინ არენდობოდნენ. იმიტომ რომ როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელმაც გორბაჩოვთან ერთად საბჭოთა კავშირი დაანგრია. როგორ შეიძლება ენდო ადამიანს, რომელმაც ჯარები გამოიყვანა გერმანიიდან ყოველგვარი კომპენსაციის, ყოველგვარი გარკვეული ის გენერლები უმუშევარი და ხო, გენერლები და როგორ შეიძლება დობა ყოფილიყო ადამიანის მიმართ, რომელსაც მთელი სამხედრო ელიტა რუსეთისა და ჯარის ეზიზღებოდა შევარდნაძე. რანაირად შეიძლებოდა და შევარდნაძის მიმართ ზიზღი და ბოღმა ამოანთხიეს იმ ომებში, რომელიც წარმოებდა ჩვენს წინააღმდეგ და აი თქვენ თქვით, რომ ჩამოვიდა მასხადოვიო და როგორ მიიღო და მე განახებთ ახლა კადრებს მასხადოვის ჩამოსვლისა და ამიტომ არის ჩვენ მეგობრებო რუსეთთან რო პრობლემები გვაქვს. შენ რო ჩემ წერს ჩამოიყვანდა ისე შეხვდები როგორც ესე იგი დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერს. მერე ჩემგან აი ეს არის შეცდომები. ვიღაცები რომ იხსენებთ რომ აი მაგალითად მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ზვიად გამსახურდიას დამცველი ვარ და არ ზვიადისტი ვარ. ბევრისგან განსხვავებით, მაგრამ არ ვთვლი რომ ეს კაცი უნდა დაკნინდეს. და არ მიმაჩნია ის რომ რაღაცა 6 თვიანი მართლობაზე გაკეთდეს აქცენტი, 6 თვე რო იყო კაცი პრეზიდენტი და ვერ ხედავდე იმას, რა ბოროტება გაუკეთა შევარდნაძემ საქართველოს. იმიტომ რომ იგივე ჩეჩნებთან დაკავშირებით, მე ჩეჩნების წინააღმდეგი არაფერი არ მაქვს, მაგრამ რა პოზიცია გამოვიდა, როცა ჩეჩნეთი დაპირისპირებული იყო რუსეთთან. ომი იყო ფაქტობრივად და ეს ომი ხან ჩერდებოდა, ხან იწყებოდა, ანუ იწყებოდა რაღაცა შეთანხმება, მე ამ შეთანხმების შედეგად გაჩერდებოდა და ეს კაცი აგერ, აი რა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე შეიძლება ყოფილიყო ლაპარაკი, ნახეთ აი როგორ იღებს პირველ ანუ რეალურად მასხადობს შევარდნაძე, როგორც დამოუკიდებელი
დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერს და მე ვიღაცები ლაპარაკობენ ისაო რა ქვია გამსახურდიამო ჩეჩნებსო რატო წავიდაო და ჩეჩნებზე რატო რაღაცეები განცხადებები გააკეთაო Главное состоит в том, что мы очень откровенно поговорили о тех событиях, с которыми наши народы столкнулись за последние годы. Были жертвы и с одной стороны, и с другой стороны. Я имею в виду события в Абхазии, некоторые другие. Сейчас мы, два президента, пришли к выводу, что покончить с этим мрачным прошлым, что ли, новейшей истории. И начинать возрождать все, что объединяло наши народы в течение многих и многих веков. Лучшие традиции, добрососедства, дружбы и хороших отношений во всех сферах. Нестабильный Кавказ не соответствует нашим интересам наших народов и других, всех других народов, окружающих нас. Я думаю, что сегодня разговор состоялся двух президентов, президента Чеченской Республики Ичкерии, президента Республики Грузия. Вот. Все те вопросы, которые там мы говорили, обсуждали, значит, что действительно сегодня все, что происходит в Чечне, в Грузии, на Кавказе, значит, оно что-то наше, значит, общая проблема, общая боль. Вот. Поэтому нужно нам, кавказцам, решать это по-кавказски. А Москва не будет против? А вот в Москве как могут воспринять этот визит и как он может быть воспринят? Мне абсолютно это безразлично. Я думаю, что Эдуард Амбросович сказал, президент Грузии, что это черная страница нашей истории. Это вовсе не подходит нашим народам. Я думаю, что мы сегодня должны смотреть на абхазскую проблему как проблема нашего Кавказа в едином Кавказском доме. Я думаю, что абхазцам тоже нужно определиться самим. Но главное, то, что еще раз я говорю, что определиться на Кавказе. Не имея интереса со стороны. С Россией сейчас. Грузия и Россия вот сейчас на фоне развития отношений с Чечней. Тоже вот так, буквально в двух словах. Я думаю, удивляться надо было, когда мы не встречались. Да. А то, что мы встречаемся, это нормальное, совершенно нормальное состояние и для нас, для Чечни, для России, для всех других государств. Вы способствуете стабильности, наверное. Я думаю, безусловно. А в это все страны, все государства заинтересованы.
ჩვენი ძმებია ჩეჩნებიც, ინგუშებიც და ჩილოკავკასიელებიც, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენ უნდა ეს ვაღიაროთ და ეს არის უდავო, მაგრამ აქ არის თქვენ რაც თქვით ბატონო მამუკა, როდესაც შენ აპირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გაერთიანება გინდა და შენ რუსეთთან დაპირისპირებულ სუბიექტს გულში იყუტებ, იდიოტი უნდა იყო რომ ვერ მიხვდე რომ შენ რუსეთთან პრობლემები შეგიქმნი. შენ თუ გინდა საქართველოს გაერთიანება, პირიქით შენ ოფიციოსთან უნდა გქონდეს ურთიერთობა და აი წითელი ნაჭერი კი არ უნდა უფრიალო ხარს. არამედ პირიქით უნდა თქვა რომ მე ვარ შენს გვერდით. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩვენი ნაციონალური, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. და ჩვენ ყოველთვის მოქმედებდით ჩვენ საზიანოდ. როგორც აი ხა უკრაინასთან დაკავშირებით, ესე იგი, უკრაინელები ჩვენ რო გვიჭირდა, ჩვენ დაგვრცინოდნენ ზელენსკი და ტიმოშენკო. ბევრი ზელენსკიზე ლაპარაკობს ბატონო მამუკა, მაგრამ ტიმოშენკოს განცხადება ბევრს არ ავიწყდება. აი გაზის საკითხზე იყო მოლაპარაკებები ტიმოშენკოსა და პუტინს შორის და იქ პუტინმა ძალიან ისე კაცრად ილაპარაკა ეს მაშინ სააკაშვილი და ეს იცინოდა გესმის ტიმოშენკო. არასდროს არ მომივა თვალიდან ეს ყველაფერი. და ესე იგი ამიტომაც არ წავიდა ჩვენი საქმე კარგად, ამიტომაც შეგვექცა ჩვენ პრობლემები მეგობრებო და ამიტომ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და ზოგიერთი იდიოტი, ექსპერტი თუ პოლიტიკოსი რომ გამოვა და მოაღებს პირს რომ აი ესე იგი თურმე უბედურება დაგვატყდა ჩვენ აი 6 თვე და 7 თვე გასაგებია შეცდომები იყო, მაგრამ ამ კაცმა დაღუპა ქვეყანა. და ამ კაცის აღზრდილი პოლიტიკოსები ღუპავენ კიდე საქართველოს. აი შევარდნაძის, აი რომ ლავირების პოლიტიკას რომ ესე იგი ჩვენ თურმე ლავირებით გავალთ, რა ლავირებით? ან უნდა ერჩიო ერთი, ან უნდა ერჩიო მეორე. შენ რა ლავირებაზე მელაპარაკები? პატარა ქვეყანა ხარ. უნდა აერჩიო ან რუსეთი, ან უნდა აერჩიო შენი ქვეყნის მტერი დამშევთხევაში აი ეს დასავლური ფაშისტური წარმონაქმნები. აქ სხვა გზა არ არსებობს. და ეს ლავირების პოლიტიკა, შევარდნაძის ლავირების პოლიტიკა მოგვიტანა ჩვენ ის რომ დავკარგეთ ტერიტორიები და მერე შემდგომ სააკაშვილის ლავირების პოლიტიკამაც, იმიტომ რომ სააკაშვილიც იყო მოქალაქეთა კავშირში აღზრდილი ნაბიჯვარი და დღესაც საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში არის ადამიანები, რომლებიც შევარდნაძეს თვლიან დიდ პოლიტიკოსს, მე არ ვიცი, დიდი პოლიტიკოსად ითვლება ადამიანი, რომელმაც ქვეყანას მოუტანა რაღაცა, რა მოუტანა შევარდნაძემ საქართველოს? დაკუცმაცებული ქვეყანა, გავერანებული ქვეყანა. ეხლა იცით რა არის? ეგეთი სტაბილურობა, თუ მე ტერიტორიებს დავკარგავ, თუ არაფერს არ გავაკეთებ და იმ ტერიტორიებზე რაც დამრჩება, იქ რაღაცა მოჩვენებით მშვიდობას დავამყარებ, ეს არ არის სტაბილურობა. რა თქმა უნდა, მე მინდა ჩვენს მაყურებელს ნიკოლო შევახსენო, რომ აი რაც ჩვენ ვისაუბრეთ ეხლა და ვნახეთ ეს რატომ მოვიყვანეთ ეს მაგალითი და რატომ შეგახსენეთ ხო მაყურებელს. ეს არის ის დიდი შეცდომები და შეცდომა შეიძლება არ იყოს მათთვის, იმიტომ რომ ეს იყო დავალება ამერიკელების, შევარდნაძე მათი მარიონეტი იყო და მას ავალებდნენ რომ ასეთი რაღაცები გაეკეთებინა, ანუ რუსეთის საწინააღმდეგოდ ხა მიამეტი და ბრიყვი უნდა ყოფილიყავი რომ ვერ გაგეთვალა ხო ეს რას ემსახურებოდა ეს საქმე. თქვენ ყველა ძალიან კარგად გახსოვთ როგორც მოიყვანეს ამერიკელებმა შევარდნაძე ისე აიძულეს წასვლა. გაიხსენეთ 2003 წელს ჩამოვიდა მისი უახლოესი მეგობარი ჯეიმს ბეიკერი და შევარდნაძეს უთხრა რომ შენ უნდა წახვიდე. მაურმა თავის საქმე გააკეთა, მაური უნდა წავიდეს და გაუშვეს სახლში პენსიაზე. ეხლა შევარდნაძე ისეთი ავტორიტარული ხელისუფალი იყო, თავისნებით არ წავიდოდა, მაგრამ აიძულეს და გარკვეული პირობებით, ხო? აი რისი თქმა მინდა ისიც რომ აი ეს დამოკიდებულება არ მინდა რომ დღეს ქვეყანაში მართლა 2012 წლის მერე ერთადერთი ხელისუფლება დღეს საქართველოში რომ ჩვენ ომი არ გვქონია და ჩვენ ტერიტორია აი რა გვიხარია. აი წარმოიდგინეთ რომ ჩვენ ტერიტორია არ დაგვიკარგავს. სააკაშვილმას დაკარგა უზარმაზარი ტერიტორიები და დაკარგა შევარდნაძემას. 2012 წლიდან არ დაგვიკარგია ტერიტორია და ომი არ გვქონია. ეს არის დიდი დამსახურება რა თქმა უნდა ქართული ოცნების, ხო? მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს რა თქმა უნდა, ამის თქმა მინდა, ეს საკმარისი არ არის რა თქმა უნდა. ეხლა ჩვენ რო გვიკვირს ბატონ ნიკოლოზო, აი ეს კირიენკო ჩავიდა, ხო გვიკვირს არა?
ისი არ გაუკვირდებოდა რომ კაცი რომელსაც კლავდნენ რუსებს ესროდნენ და ის მიიღეთ ნახეთ რო რადონეზე მიიღო. არა ჯერეგერთიც ის კირიენკო თუ ჩავიდა იქ იყო იმიტომ ჩავისული. კირონი არა კირიენკო არის სოხუმელი. სოხუმში არის დაბადებული და არა მე კიდე იქ იყო არა ერთი რამეა რუსეთი რომ არ აქტიურად ჩარეული იყო აი მარჩევნებში. არა იქ იმარჯვებდა პროთურქ პოლიტიკოსი ის არძიმბა. და რუსეთი იმიტომ ჩაერთო იქ ისედაც ჩართულია პრინციპში მაგრამ იმიტომ რომ იქ თურქული გავლენა არ ყოფილიყო და მე რეკი აი გეთანხმებით თქვენ ეხა ჩვენ მართლა თუ იმით ვიხარეთ მთელი ეს დანარჩენი წლები რომ ომი ჩვენ არ გვინა ტერიტორიების დაბრუნება და ვიღაცა გამოდის აი ლავირების პოლიტიკით ეხა ვიღაცამ დაწერა სოციალ მოვე რა მოხვედი შედალოცილო კარგავ ტერიტორიებს ეს არის მოსვლა თუ წინ ვერ გადავდგით ნაბიჯები თუ კი ტერიტორიების დაბრუნებისკენ ეგეთი საქართველო მე უაფხაზეთო უსამაჩობლო დავით საქართველოს არ მინდა. ეხლა თქვენ თვით რომ ტერიტორიები არ დაგვიკარგიაო, მაგრამ დავით გარეჯის ვერ ვაკონტროლებთ. დავით გარეჯის ხო დაიკარგა. ეს სააკაშვილის გასაგებია, მაგრამ ნუ გაფორმდა ეხლა ხო. და ეხლა მე რა მინდა იცი ვთქვა, აი ჩვენ უნდა ავირჩიოთ ორი რამ. ეხლა ვიღაცები ლავირების პოლიტიკით არის ბელორუსიის ლიდერი რეალურად დღეს მოწინავე ლუკაშენკო რუსეთთან რო პოზიციები გაიმაგრა და რუსეთთან რო აირჩია პარტნიორობა იმიტომა ბელარუსი დღეს ყველაზე ძლიერი სხვათა შორის მე მალე მივემგზავრები ბელარუსში და იქიდან შემოგთავაზებთ რეპორტაჟებს და ერთი რამე მინდა გითხრათ რომ ბელარუსი არის სწორედ იმიტომ ესეთი ძლიერი და იმიტომ მუშაობს 20-30000-იანი საწარმოები ბელარუსში იმიტომ მუშაობს რომ აი რუსეთთან აქვს პარტნიორობა და ბელარუსს რო დაეწყო ერთი ადგილის თამაში ჩვენსავით არც ის ქარხნები აქნებოდა და პოლონეთიც და ყველა მისი გვერდით ყოფი ქვეყნები გადავლინდნენ და გადმოუვლიდნენ ესე არ არის უკრაინას დაემართა იგივე ატომური ბირთვული შეერაღება შეიტანა პუტინმა ბელარუსში დღეს ბელარუსი არის დაცული იმიტომ რომ ბირთვული შეერაღება აქვს მას კი და პასუხისმგებელი და არავითარი ლავირების პოლიტიკით არ არის პირდაპირ სწორხაზოვნად ლუკაშენკო მიდის რუსეთისკენ ჩვენი გეზიც ეს უნდა იყოს მე ვცემ პატივს ევროპას ამერიკას ჩვენ უნდა ავირჩიოთ გეზი პირდაპირ რუსეთისაკენ არავითარი ლავირება ერთი ის არის და ესეთი ეს არის შევარდნაძის ნაბიჭრების მოგონილი თეორია რომ პატარა ქვეყანას ვინ ეკითხება რა ლავირებაზე მელაპარაკები ან რა ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობთ ნეიტრალიტეტს საზღვრავს მთელი მსოფლიო თუ შეთანხმდება ეხლა რომ საქართველოს აღარ რუსეთი ჩინეთი რომ საქართველოს კი ბატონო მაშინ ვინ თანხმდება ახლა რომ საქართველოს ნეიტრალური იყოს რომ გამოდიან და ნეიტრალურ ვინ თანხმდება შენ რო აცხადებ ნეიტრალიტეტი ვინ შეთანხმდა მაგაზე შვეიცარიაზე შეთანხმდა მთელი მსოფლიო ხო და ამ შევარდნაძის ნაბიჭრები რომ მართავენ პოლიტიკას საექსპერტო წრეებს იმიტოა ჩვენი ქვეყანა ესე დღეში რო არის და ჩემთვის გასაგებია ის დადებითია რომ სიტყვაზე ტერიტორიები არ დავკარგეთ მაგრამ ეს ჩვენ გვაკმაყოფილებს რა თქმა უნდა ეს არის საკმარისი რომ ტერიტორიები არ დავკარგეთ თუ ის რო ცხინვალს და სოხუმს მარტო კლიპებში ვხედავთ გეთანხმები ნიკოლოზ ერთი რაღაცა მინდა დავუმატოს ჩვენ გვჭირდება ძალიან დინამიური და ფორსირებული საგარეო პოლიტიკა გვჭირდება ფასეულობების და ღირებულებების გადაფასება რა თქმა უნდა ხდება ეს ყველაფერი და მოდი რა იმაში შევთანხმდეთ რომ 1 და 2 წელიწადში ესეთი რაღაცები არ კეთდება და შენ სწორად თქვი რომ პატარა სახელმწიფოს ბედი სამწუხაროდ ასეა ვინ საქართველოს ისტორია მეტნაკლებად ვიცით და ვხედავთ რა სიტუაციაა ხონდა ხო არავინ არაფერს ამ დიდ გლობალურ სამყაროში არავინ არაფერს არ შეგვეკითხება ისე აი რაც ხო ყველაფერი დღეს პოლიტიკაში ყველაფერი ტრანსპარენტულია გამჭვირვალეა და არაფერი არ იმალება ისე დონეზეა ტექნიკა წასული ხო აი რაც სირიაში მოხდა სულ ახლა ხან როგორი სახელმწიფო დაშალეს უზარმაზარი სახელმწიფო 10 საქართველოს ხელა ხო დაჭირდა და დაშალეს ეს სახელმწიფო იმიტომ რომ გარკვეულწილად დიდ სახელმწიფოებს დაჭირდა იქ თურქეთის ინტერესი იყო ამერიკის რუსეთს და სხვა ისრაელის და სხვა იგივე შეიძლება დღეს საქართველოში მოხდეს ჩვენ არ დაგვავიწყდეს რომ ჩვენ რა გარემოში და რა გეოგრაფიულ სტრატეგიულ ზონაში ვცხოვრობთ არ ვცხოვრობთ ბატონო ისეთ ქვეყანაში სადაც დანია ჰოლანდია და ბელგია არ აყვავს ეს სამეზობლო სამწუხაროდ ხო მეზობლებს არ ირჩევენ ჩვენ ბუნებრივად მოგვიწია რომ ამ ქვეყნებთან უნდა ვიცხოვროთ ჩვენი საზღვარი თქვენ იცით რომ დაახლოებით 900 კვადრატულამდე
900 კილომეტრი გვაქვს რუსეთთან საზღვარი და რუსეთთან ჩვენ ძირითადად ვესაზღვრებით ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებს, ხო? ამიტომ რუსეთთან ურთიერთობების დამყარება მე ერთი მინდა ზოგიერთებისგან განსხვავებით თქვა ბატონ ნიკოლოზ დავაფიქსირო რომ ჩვენ რუსებთან ურთიერთობა გვინდა ოღონდ ჩვენი სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის და ჩვენი იმიჯის დატოვების ანუ საქართველოს უნდა იყოს ხო არა ზოგიერთი საბრიყვეთსა განცხადებები რომ ჩვენ რუსეთში და რაღაც იმებს აცხადებენ ეს გამორიცხულია ეს არ მოხდება ეს არასდროს არ მოხდება საქართველოს უნდა იყოს სწორ გეზზე და უნდა იყოს პარტნიორი როგორც მეგობარი როგორც პარტნიორი როგორც მოკავშირე რუსეთს საქართველოს ჭირდება იმიტომ რომ ჩვენ რო ისტორია გავიხსენოთ ხო და როდესაც რუსეთის იმპერია ფართოვდებოდა და წამოვიდა უკვე მე-18 საუკუნიდან პეტრე პირველიდან დაწყებული პირველი უკვე კასპიის ზღვისკენ და წამოვიდა მე-19 საუკუნეში ჩემო კარგებო საქართველოს იყო მისთვის პირველი ორიენტირი და პირველი დამხმარე საქართველოს ეს მთიანი მხარეები ვინც არის ქართველების დამსახურებით არის რომ რუსეთმა შემოიერთა ანუ რისი თქმა მინდა რომ ჩვენ ერთიანი ძალით ხდებოდა ეს ყველაფერი და ერთიან სახელმწიფოში ვიყავით გასაგებია დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა ვარ და ჩვენი პოლიტიკა უნდა ვაწარუნოთ მაგრამ ისტორიული პარადიგმები და ისტორიული ნიუანსები უნდა გავიხსენოთ და არ დავივიწყოთ იმიტომ რომ გარკვეულწილად ისტორია მეორდება და ამიტომ სასურველი კი არა აუცილებელიც არის ამ პოლიტიკის გატარება საქართველოს უნდა მოახდინოს რუსეთთან ურთიერთობა ეხლა ამერიკელები იცლიან იმისთვის დღეს ეხლა ინფორმაცია გავრცელდა კაცო სააგენტო ეს არც ფეიკია და ოფიციალური ინფორმაცია არის ხა გავრცელებული სააგენტო ხო აშუშუმ ჩინეთში მყოფ თავის თანამშრომლებს ჩინეთის მოქალაქეებთან სექსი აუგზავნეს კარგით რა სირცხვილია ეხლა რა ბოდიში სოჩიკებს ხო არ აყენებთ იმ ბოდიში და სასქესო ორგანოებზე და იქ მე აენთება ვინმე თუ ჩინელებთან ურთიერთობას და აი სადამდე მივიდა ეხლა ეს ამერიკული პოლიტიკა მე აი სამარცხვინოა ეს ყველაფერი რა ესე იგი სექსი აბა ვისთან არის დაშვებული მაინტერესებს ერთი რა იმას უყენებთ რა ქვია რაღაცა ქრონომეტრაჟ თუ რა ხდება რა სიცხვილე რო გავიგე რა თავიდან მეგონა ფეიკი 1000 ოფიციალური თავიდან ისეთი რაღაცები ვრცელდება ვერ გაიგე ჩინეთში მყოფ თავის თანამშრომლებს ჩინეთის მოქალაქეებთან სექსი და მაინტერესებს ერთი ჩინეთში მყოფიო და ამერიკაში რო არიან ჩინელები იმათთან შეიძლება სექსი არა ჩინეთში მყოფებთან არ შეიძლება და ამერიკაში იმდენი ჩინელია ჩვენ კარგად ვიცით იქ შეიძლება ეს სიდებილე არ არის ეხლა რა აუბედურება ეხლა ესა და ეხლა მე კიდე აი გადატვირთვის პოლიტიკაზე როდესაც არის საუბარი არ ვიცი იცით ჩვენ არც სახელმწიფო ჩინოვნიკები ვართ და არც პრემიერები და არც პარლამენტის წევრები, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ იმ აქცენტებს და იქიდან გამოვდივართ მეც და ბატონი მამუ, რაც არის რეალობა. ჩვენი საუბარი ეყრდნობა კონკრეტულ მტკიცებულებებს, უყუარ ფაქტებს. და ზოგიერთი იდიოტი თუ ამას ვერ ხვდება, ეს არის მისი პრობლემა. სამწუხაროდ საქართველოში ისე მოკლეს ამათმა ადამიანების რაღაც სოფხედველობა, რომ ზოგი აი მართლა უნდა როც დაუღეჭო და რომც უთხრა ვერ გაიგებს, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ქვეყანა, რომელშიც დღესაც ვერ გებულობენ, რუსეთმა რა გაუკეთა, საქართველოს და ამერიკამ რა გაუკეთა და ეს ახალგაზრდებზე არ არის დასრულ ადამიანი. იმათ შეიძლება რაღაცა ელაპარაკო. შედალოცვილო, აი ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ეროვნული იდენტობა საბჭოთა ეპოქაში რო იყო შენარჩუნებული, ისე როდის იყო ქართული ხელოვნება, ქართული კულტურა, ქართული ყველაფერი მაგ დროს იყო, ენაც და ყველაფერი. და ის ენასთან დაკავშირებით სადგმული სპექტაკლი რო თითქოს ენას გვართმევდნენ 78-ში, ეს იყო სპექტაკლი. ამაზე ილაპარაკა ჰამლეტ ჭიპაშვილმა, მაშინ მუშაობდა ის ერთ-ერთი ხო, ეს იყო სპექტაკლი, ვითომ ენას გვართმევდა ჩვენ მოსკოვი. არავითარ ენას არ გვართმევდა. და ეს იყო შევარდნაძის დადგმული სპექტაკლი, გაითამაშა თითქოს რო აი ენა გადაარჩინა. მეტი რა უნდა ილაპარაკო ხო და ამიტომ ერთი რამეა იდიოტების ეს განგადაცემა განკუთვნილია საღად მოაზროვნე ხალხისათვის. იდიოტებს შეუძლია გადართონ და უყურონ თავარ ახსა კიდე რაიმე არხებს. სულელებისთვის ჩვენ არ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ იდიოტს სულელს ვერ გააგებინებს, სულ რო რაღაცა უთხრა და აი გადატვირთვის პოლიტიკაზე და ამერიკელებთან ურთიერთობაზე რო არის საუბარი, აი იგივე ამ ჩვენი საგარეო უწყები, ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ამერიკელებთან დაკავშირებით არის ის, რომ ჩვენ მართლაც ჩვენ რო ვლაპარაკობთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკელებთან არ გქონდეს კარგი ურთიერთობა. იგივე ევროპელებთან და იგივე თურქებთან, ხო?
ისთვის მზად არის და კონკრეტულ ნაბიჯებს ახლა შტატებიდან ელოდება. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც Deep State-ის გავლენებსა და გეგმებზე ღიად საუბრობდა და ამ კუთხით ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ დაპირებები ისმის. Სამი წლით ადრე დავიწყეთ Deep State-ზე საუბარი მაშინ, როდესაც ვერავინ ვერ ბედავდა ამაზე საუბარს და გულწრფელი ვიქნები, აი გულწრფელად გეტყვით, მოლოდინი ჰქონდა იმის, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეთყოდა ამ ყველაფრისთვის. ბევრ განცხადებებს ვისმენთ Deep State-თან ბრძოლაში, ის მოცემულობა, რაც დგას დღეს მსოფლიოში, რომ ახალი ადმინისტრაცია ამ ყველაფერს დაამარცხებს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს. ასე რომ დაველოდოთ, ჩვენ გულშემატკივრობთ ახალ ადმინისტრაციას. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით იმას, თუ რა გადაადგილებას, რა რებრენდინგს აქვს ადგილი არაფორმალურ გავლენებთან, ეგრეთ წოდებული Deep State, რაც ამერიკის პრეზიდენტი უწოდებს. ჯერჯერობით რაც ვაკვირდებით არის ის, რომ ახალ ბუდეს იწყობენ ევროპის კონტინენტზე და აქედან ცდილობენ ახალი ენერგიით, ასე ვთქვათ, შეტევას. არა მხოლოდ საქართველოზე, საქართველო არ არის მარტო ერთადერთი სამიზნე, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ამას უნდა დავაკვირდეთ გრძელ ვადაში, იმიტომ რომ ჩვენც აღარა ვართ, არც ჩვენ ვართ იმ ასაკში და არც სახელმწიფო არის განვითარების იმ ეტაპზე, რომ ცარიელი სიტყვებით მიიღოს გადაწყვეტილებები. საქმით გამოჩნდება, რამდენად შეძლო ახალმა ადმინისტრაციამ აი ამ არაფორმალური გავლენების დამარცხება და საქმით გამოჩნდება, რამდენად ამას ექნება შესაბამისი გავლენა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე. სამწუხაროდ Deep State-ს აქვს უდიდესი მცდელობები, რომ ჩვენ ქვეყანა იყოს ჩართული ზუსტად ამ პროქსი ომში, ჩვენს ქვეყანაში სტრიალებს ის უბედურება, რასაც ქვია ომის გამანადგურებელი ეფექტი და ეს ყველაფერი რომ არ გვინდა არ ჩვენ და შესაბამისად რა თქმა უნდა არ უნდა ქართულ ხალხსაც, ამიტომ გვიჭერენ უკვე 10 არჩევნების განმავლობაში მხარს. ამავდროულად სამწუხარო არის ის შემთხვევა, რომ როდესაც ბატონ ტრამპის ადმინისტრაციას გაცხადებული აქვს Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა, ამავდროულად Deep State ისევე დასანქცირებულ მაგალითად ჩვენი ქვეყნის ვიცე-პრემიერს, მოსამართლეებს და სხვა თანამდებობის პირებს გუნდის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებულია Deep State-ის მიერ, მის წინააღმდეგ ეს სანქციები არ შემცირებულა, რაც ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა. ჯერჯერობით არ ჩანს არანაირი შინაარსობრივი სტრატეგიული ცვლილებები, არამედ ის ნაბიჯები, რომლებიც იდგმება ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, უფრო გავს ტაქტიკურ ცვლილებებს. საქართველოს არ უნდა კონდეს ჭარბი და ესე ვთქვათ აბსურდული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ Deep State მარცხდება და არ უნდა ვიყოთ ამის იმედზე, ესე ვთქვათ, არამედ ჩვენ კვლავ უნდა დავრჩეთ მყარად ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის გზაზე. ძალიან, აი ახლა ეს ინტერვიუები, რომლებიც გაკეთებული არის სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან, ნუ ძირითადად ხელისუფლების, ყველა ბატონო მამუკა აცხადებს, რომ ფაქტობრივად არაფერი არ შეიცვალა ამერიკაში. კვლავად Deep State აკეთებს იმას, რაც უნდა. ეს რაღაცა ძალიან დიდი რამის აღნიშნული და მე ვფიქრობ, ეს განცხადებები, რომელიც გაკეთდა მეგობრებო, ჩვენ უნდა ველოდოთ რაღაც გარკვეულ ცვლილებებს საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით. იმიტომ რომ Тим бизагня не бывает, ნათქვამია. და რაღაცას მე აი ეს განცხადებები ძალიან მენიშნება, რომ რაღაცისთვის ჩვენ ვემზადებით. ის რომ გახსოვთ როგორი აღტკინება იყო ტრამპთან დაკავშირებით, როგორი ქება, როგორი დიდება და ეხლა უკვე ვხედავთ განცხადებებს, რომ ჩვენ ვერაფერს ვერ ვხედავთ. ეს ძალიან საყურადღებო განცხადებებია. სხვა შორის ერთი რაღაცა მინდა ნიკოლო შევახსენოთ ჩვენს მაყურებელსაც, რომ ტრამპი პირველად 2016 წელს მოვიდა ხელისუფლებაში და გახსოვთ რა პათოსით იყო ამას გავაკეთებ, იმას სხვა შორის რომ ნახოთ და დავაკვირდეთ არა ტრამპის განცხადებას დაწყებული მექსიკასთან, მექსიკის კედელთან დაკავშირებით და კიდე სხვა გნებავ სოციალური გნებავ ეკონომიკური პრობლემები ვერაფერი ვერ მოაგვარა ამას და სამწუხაროდ. უბრალოდ ეხლა ტრამპის ეს განცხადებები და ტრამპის ადმინისტრაციის ქმედება როგორ არის იცით რაღაცა აი კონტექსტიდან ამოვარდნის ნიშნავს. ეხლა ვინც ამერიკის ისტორია იცის და ვინც ამერიკის გეოპოლიტიკური სტრატეგიული ხედვები ვიცით, იცის ის ყველა მიხვდება რომ როგორც კი ტრამპი და მისი ადმინისტრაცია გააკეთებს ისეთ ნაბიჯს, ან ისეთ პოლიტიკას განახორციელებს, რომელიც არ ჯდება ზოგად ამერიკულ და ამერიკის ისტაბლიშმენტის მიერ მიღებულ პოლიტიკაში, ტრამპი იმ დღეს არ იქნება თეთრ სახლში, გამორიცხულია.
ანუ ვერ გაცდება იმ აღიარებულ და იმ მიღებულ ჭეშმარიტებებს და იმ მიღებულ სტერეოტიპებს, რა დღეს ამერიკის ხელისუფლებაში არის. ეს დანერგილია და ეს დღეს და გუშინ არ არის მოგონილი, საუკუნეებით არის. უბრალოდ ტრამპის მოსულა მისი წინასაარჩევნო კამპანია აწყობილი იყო ამ ნოუ-ჰაუზე და მაღალდამოკიდებულებაზე, რითიც მან გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო და მოიგო, იმიტომ რომ მას სხვა გამოსავალი არ ქონდა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ტრამპის მიმართ არის უამრავი სისხლის სამართლის საქმე აღზრული და ტრამპს რო არ გაემარჯვა, ყველა აუცილებელი მოცემულობით ის დღეს ციხეში იქნებოდა. ამიტომ მისი დამოკიდებულება არის როგორც რეალურად არა პოლიტიკის დაუშვათ, აი როგორც პოლიტიკოსის მიდგომით, ის მიუდგა როგორც ჯერ ბიზნესმენი და როგორც დაუშვათ ბიზნესით საზღვრავს დღეს ტრამპი პოლიტიკას. აი ესეთი სიმბიოზი მოხდა პოლიტიკისა და ბიზნესის შერწყმის და მეორე ჩვენ უნდა ერთი რაღაცა მინდა ბატონ ნიკოლოზ თქვა რომ ტრამპს საერთოდ არ აინტერესებდა მის ადმინისტრაციას საქართველოს. აი აქედანაც გამოვიდეთ, ეხლა აი ბატონები განცხადებას რო აკეთებდნენ, განსაგებია ყველაფერი, მესმის ყველაფერი, მაგრამ მოდით რა ის გავაკეთოთ, რომ საქართველოში რა ინტერესი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ანუ ტრამპის ახალ ადმინისტრაციას. ეს არ არის განსაზღვრული. ეს უნდა დაანახოს ქართულმა ოცნებამ, ანუ უნდა შესთავაზოს დაუშვათ რა ამერიკას, რომ მას ინტერესი გაუჩნდეს. იმიტომ რომ ყველა მოცემულობებით ეხლა ამ ეტაპზე ხო ორი თვეა კიდევ ერთხელ ვიზახით რომ ორი თვეა ტრამპი ხელისუფლებაშია მოსული და ჯერ ვერ იტყვი გარკვეულწილად რა შეიძლება მოყვეს მის პოლიტიკას. მას არაა განსაზღვრული პოლიტიკა, გახსოვთ ჩინეთზე განცხადებები, ეხლა უკვე ირანზე და მოსამზადებელი უკვე ფაქტიურად დარტყმა ჯარი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, იქ ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში, იქ ტაივანის სიტუაცია, ანუ ყველაფერი აღრეული, იქ გრენლანდიასთან დამოკიდებულება, ანუ რაღაც ქაოსური, ისეთ არის არასისტემური მიდგომა აქვს და სისტემაში ვერ მოაქცია მან საგარეო პოლიტიკის კურსი. და ეხლა ჩვენ საქართველოს მისთვის არაფერს და კავკასი არ წარმოადგენს, რო უთხრა შეიძლება არ სიცოდეს, ხო? ამიტომ ვამბობ, რომ ის რითაც შენმა ქვეყანამ უნდა შესთავაზოს, რომ შენ დაინტერესო, რომ მისი ხელისუფლება აქ მოვიდეს. შეიძლება ბატონ ნიკოლოზ არც ის იყოს განსაზღვრული რომ დაკარგული რომ აი დაუშვათ რუსეთსა და ამერიკას შორის რომ მოხდება შეთანხმება ხო შეხვედრა მე განისაზღვრება რაღაც გარკვეულწილად გავლენის სფეროები კიდევ ერთხელ ვამბობ ბოდიშვიხტი რა კიდევ ერთხელ მინდა სამწუხაროდ ეს არის პატარა ერების ბედი რომ არავინ არ გვეკითხება ჩვენ რა არავინ არაფერს არ იმ დიდ გლობალურ თამაში არავინ არავის არ ეკითხება სულ მახსენდება მიუნხენის კონფერენცია 1928 წელს ისე გაინაწილეს ჩეხეთის წარმოდგენა არ ქონდა ჰიტლერმა როგორც ითხოვდა ყველაფერი მისცეს და საერთოდ არავინ არ კითხა ხო ეს უბრალოდ გამახსენდა ისტორიული მაგალითი და ასე იქნება ყოველთვის ამიტომ ჩვენ რაღაცას ნუველით რა დანის პირზე ვართ ეხლა ისეთ ფეთქებად საშიში რეგიონში ვართ რომ ყოველწუთ შეიძლება რაღაცა ომების და კატაკლიზმების მოლოდინში ვართ გნებავთ რეგიონალური პოლიტიკის კუთხით სამეზობლოში და გნებავთ ცოტა სამეზობლოს იქით იგივე თქვენ რა გონიათ რომ ირანში ეხლა ომი რო დაიწყოს ღმერთმა უკნას და ირანის დაბომბა რომელსაც ასე ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები და არ არის გამორიცხული ისრაელთან თქვენ 80 მილიონიანი ქვეყანა ირანი ესაზღვრება აზერბაიჯანსაც და ესაზღვრება სომხეთსაც და რა გონიათ ეხლა იქიდან რო წამოვიდეს ტოლულების ნაკადი საწავა ხო ვერ მეტყვით რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული საქართველოსკენაც წამოვიდნენ ხო ასე უამრავი თემა არის იგივე სირიის და რატომ არ ვაქცევთ ყურადღებას იგივე თურქეთის როლს და თურქეთის დიდი თურანის გეგმას რომელსაც ასე ჩაებღაუჭება ერდოგანი და რომელსაც ასე უნდა გაანივთოს ეს მისი პროგრამა დიდი თურანი იცი გაგიგია და იცით ალბათ ეს ნიშნავს თურქულენოვანი ქვეყნების გაერთიანებას და ერთიან ძლიერ სახელმწიფო შექმნას სადაც კავკასიასაც დიდი როლი აქვს აი ზუსტად ჩვენი სამეზობლო რომელიც არის ჩრდილოეთ კავკასია იმ თურანის პოლიტიკაში ზის და უამრავი სხვა რაღაც ამიტომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა ასარჩევი და რეალურად შეიძლება დროზე ჩვენ ნიკოლოზ მოზრაო მატარებელს უნდა შევახდეთ თორე წავა რა და მორჩება უკვე დარჩებით ამის პირი ხო მაგიტო დედაღამე ჩვენ ლაპარაკობთ ბატონო მამუკა ეხა ჩვენ რა შეგვიძლია ჩვენ არც პარლამენტში ვზივართ არც რაიმე ეგრეთ წოდებული ისინი გვაქვს რაღაცა
საბერკეტები, რომ რაღაცა მოვახდინოთ პედალირება ვინმეზე, მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ მეგობრებო, სოფლიოს გადანაწილება დაწყებული არის, აგერ სირია, უკრაინა, ეხლა ირანთან დაკავშირებით მზადდება გარკვეული სერიოზული ამბობენ დარტყმები. გუშინ ისრაელმა დაარტყა სირიის აეროპორტებს და სირიის ქალაქებს. და კაცმა არის ის იქ როგორ გავითარდება. სოფლიო არის ცეცხლში. და ამ დროს კიდევ ერთხელ ლავირებას კი არ უნდა შევუწყოთ ჩვენ ხელი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენი უსაფრთხოების ქოლგა. დღეს თუ შენთან მშვიდობა არის, ხვალ არ იქნება მშვიდობა თუ დამცველი არ. აი ვიღაცა გამოდის, აი მე მეცნიერება ზოგიერთი ექსპერტი, რომელიც აი არასდროს პრობლემატურ საკითხზე და პრობლემატური საკითხის გადაჭრაზე ლაპარაკობს. ჩვენ რო ლაპარაკობთ პრობლემაზე, გადაჭრის გეგმაზეც ლაპარაკობთ. თუ ავატყობს ეუნები რამე ჭირს, იქ დანიშნულებაც უნდა უწევს. დიაგნოზს მოყვება დანიშნულება. რო ლაპარაკობთ, რომ პრობლემა უსაფრთხოების, დემოგრაფიის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკის, და აი არის პრობლემა და გადავჭრით რა არის? არავინ არ ლაპარაკობს. იცით რა, არაპოპულარულია ამაზე ლაპარაკი. შენ რო თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობით გადაიჭრება, ეშინიათ პრორუსად არ ჩაგთვალა. ამერიკასთანაც რო თქვან, ეგეც არ უნდათ. და ამიტომ არიან აი ეგრეთ წოდებული, აი ძალით ექსპერტები რა, ძალით ექსპერტები, რომლებსაც არ ცოდნა აქვთ, პოპულისტობენ და გამოდიან აი ესეთი რაღაც პოპულისტური განცხადებები და ჩვენ ვხედავთ, რომ ხვალ და ზექ რო აქ ირანის და სხვა ქვეყნების რაღაც გარკვეული ინტერვენციის საფრთხე დარჩეს, იმ დევნილების, იმ საქართველოს წაილეკება საერთოდ. წაილეკება ეს ქვეყანა. იმ დღეს კაცო ვიყურებდი, გავედი იქ ნაძალადევში მეტროსთან, შევხედე, ესე იგი, ბავშვები თამაშობდნენ ეზოში 25 ირანელი თუ ინდოელი ბავშვი იყო. ქართველი ბავშვები ჟრიამული აღარ ისმის, იმიტომ რომ იცვლება დემოგრაფია, იცვლება ხალხი გადის ამ ქვეყნიდან და ყველაფრის ამის შეჩერება შეუძლია საქართველოში ეკონომიკის აღორძინება თუ გვინდა, ეს არის რუსეთთან გადაჯაჭვური. რო ვიძახით, რომ ხალხი დაბრუნდესო, პოპულისტობთ ის ნაცები, ვინ უნდა დააბრუნოს ხალხი, ეკონომიკა და ვინ უნდა შექმნას ეს ეკონომიკა რუსეთის ბაზარზე თუ არ გაიტანე, ხო? ბელორუსმა როგორ შეინარჩუნა მაზი, როგორ შეინარჩუნა ბელარუსის ტრაქტორები, ავტობუსები, უამრავი ინდუსტრიული საწარმო, კონდიციონერები. იმიტომ რომ გადის გააკეთე, გინდა 100 საწარმო ხვალვე დაიხურება, ხო? მე აი ამასთან დაკავშირებით ერთი გადახოვა მინდა გავაკეთო ნიკოლოს, აი ბაზასთან დაკავშირებით და თემასთან დაკავშირებით, ხო? ნუ რაღაცა ჩემს ახლობელთან მქონდა საუბარი, რუსეთში ცხოვრობს და გამეცინა. იცით, აი ღვინოსთან დაკავშირებით. აი რო იძახიან, რომ ჩვენ არ გვინდა ქართული ღვინო, ვისა ჩვენ ევროპა და იცით რა არის ტაციაობა და აი თავს ატეხავენ, ვითომ ეგრეთ წოდებული აქ რო არიან თბილისში ცნობილი ფირმები, რომ რუსეთში ღვინო შეიტანონ. აი წარმოაი ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების ხალხი, რომელსაც ეხლა რო უხსენო რუსეთი, შეიძლება რაღაცა ის დაიწყონ, აი როგორ და ისეთი ამბავი აქვს ღვინის შეტანაზე და ღვინის გაყიდვაზე, რომ ამოუწურავი ბაზარია რუსეთის და თან მით უმეტეს მან იცის ქართული ღვინის და გნებავთ ქართული პროდუქციის გემო. ამიტომ არის რომ ინტერესი შეიძლება იგაჩნდეს და აი ეს თამაში რო აი ეს არ გვინდა თავი დავანებოთ, დავუშვათ სხვა რაღაცით გამორიცხულია, ხო? კიდევ ერთხელ ვამბობ და ვაფიქსირებ, რომ ჩვენ რუსეთთან როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან, როგორც პარტნიორთან უნდა დავამყაროთ ურთიერთობა, ის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა მივცეთ რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები, რომ აქ გარკვეულწილად რაღაცა ძალების პლაცდარმი არ შეიქმნას. გითხარით 1000 კილომეტრამდე საზღვარი რუსეთთან გაზდის, ხო? და ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ნიკოლოზი რასაც შეეხო, ეს გახლავთ ეს აი უკვე ქაოსური აი განუკითხაობა მიგრაციის პროცესში. საქართველოს იმ მიზნით, რომ ეს ხდება, ეს მოდელი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივებით ტურისტული ნაკადის შემოსვლა, რომ ეკონომიკის გაჯანსაღება და რაციონი ამაში დევს. რა თქმა უნდა არის, მაგრამ თქვენ დააკვირდით ახლა, როდესაც შენ სავიზო რეჟიმს ამარტივებ და გინდა რომ რაც უფრო მეტი ფული შემოვიდეს, ანუ ტურისტი შემოვიდეს, დამსვენებელი და ბიზნესი შემოვიდეს, ხო? იმას
არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ ამას შეიძლება გარკვეული ძალები შემოყვეს. ეს ძალები არის ტერორისტები, ეს ძალები არის დამნაშავეები, ძებნილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ზუსტად აქ დგება უკვე სახელმწიფოს რეალურად სახელმწიფოს უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის და ფუნქციის დაუშვათ სისრულეში და მან უნდა აკონტროლოს ეს, იმიტომ რომ ეხლა საქართველოში რაც ხდება, აი დააკვირდით ეხლა რაც ნიკოლოზი ყოფა ტრანსპორტში ვერ შეხვალ რა ხდება ხო მე ტაქსები აიღეთ ის ეგრეთ წოდებული გლოვო რა ვიცი ყველგან არა ვარ ბატონო იმისინა იყვნენ რაზეა საუბარი არა ვარ ხო ჰომოფობი და ვიღაცეებს ხო მაგრამ ჩვენ დალოცვილო როდესაც საქართველოში შემოდიხარ და ჩვენ აქ საქართველოში ბიზნესი იწყებ კეთილი ინებე და ქართული რაღაცა მაინც იცოდე ხო ქართული ენა დაუშვათ არის მომენტი როდესაც არც ქართული იცის არც რუსული არც ინგლისური წარმოდგენა არ აქვს ხო არის ტაქსის მძღოლი არის ნუ ეს განუკითხაობა აი შეიძლება სავალალო შედეგამდე მივიდეს ეს არა მარტო დეპოპულაციაზე ნიკოლოზ აი მე სხვა მეშინია იმიტომ რომ ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ რომ აი ეს ტერორისტები ეს ის ხო გაზავებულია და ამიტომ ამას დიდი ყურადღება ჭირდება კი ბატონო ახლა ვიღაცამ შეიძლება მე ჩამთვალოს საქართველოში ბელორუსის პროპაგანდისტად და ამ ქვეყნის ინტერესების გამტარებლად, მაგრამ თუ ჩამთვლიან, ჩამთვალოთ, ჩემთვის ეგ პრობლემა არ არის, იმიტომ რომ ჩემთვის სანიმუშოა ბელარუსი, მისი პრეზიდენტი, იმიტომ რომ სწორედ ამ ქვეყანაზე უნდა გაკეთდეს სწორება, იმიტომ რომ დღეს აი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე უფრო წარმატებული ქვეყანა არის ბელარუსი და აი ხა მე ძალიან გამიხარდა ჩვენ რომ ლაპარაკობდით წარმატებულ პროექტებზე ბელარუსში ქალაქის მერმა გააკეთა განცხადებას ჩვენ სხვათა შორის ძალიან ბევრი სპეციალისტი ყავდა მეტროსი და მე ომიანობის პერიოდში ყველა რუსეთში გავიდა და ყველანი იქ მუშაობენ და დღეს აი რა წარმატებულ პროექტებზე რომ ლაპარაკობთო ქალაქის მერმა ბატონმა კახიმ თქვა ჩვენ გვაქვს რაღაც გარკვეული ჩავარდნები ცოტა თქვა ვარკეთილის მეტრო ახსენე და მან თქვა რომ უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო ტენდერები და გადაწყდა რომ ვარკეთილის მეტროს პროექტს და მის განახლებას უზრუნველყოფს ბელორუსიული კომპანია რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ამ ყველაფრისა იმიტომ რომ ბელორუსიული რეალურად მეტრო არის ერთ-ერთი სანიმუშო რუსეთის მსგავსად. იქ კეთდება მე სპეციალისტები არიან. და აქედან გამომდინარე ეს არის ძალიან სწორი. ახლა ვიღაცეების გამო აი ბელორუსი დიქტატორული ქვეყანაა და ჩვენ არ გვინდა ბელორუსთა უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. აქამდე ასჯერ გვექნებოდა ეს სადგური გაკეთებული, რომ ბელორუსებთან თან უფრო იაფად აკეთებენ. და ხარისხიანათაც აკეთებენ და თან ჩვენ მორგებული ვართ ერთი სისტემა. ახლა მე ამერიკის მეტრო სხვა არის და პოსტსაბჭოური მეტროსადგურების თითქმის ერთი ტექნოლოგიით კეთდებოდა. ამიტომ მივესალმები ქალაქის მერის ამ განცხადებას და მე მოუწოდებ ქალაქის მერს ბატონ კახის. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ასევე იმაზე, რომ აი ეს ტრაუმაიც დავნედგოთ და ბელორუსიული ტრაუმაის ხაზები და ბელორუსიულ კომპანიებს მივცეთ ამის საშუალება და ასევე მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არა მარტო აი მაგალითად მოსკოვში და გინა ბელორუსშიც როგორ კეთდება. ააშენებენ ხო რაღაც ახალ მიკრორაიონს, გაჩნდება მეტრო. და აი უკვე დაკავშირებულია ის. მოსკოვი უკვე ისეთი დიდი გახდა და ისეთი რეალურად გავიდა საზღვარგარეთ მეგაპოლისი გახდა, იმიტომ რომ ფაქტობრივად დაკავშირებულია დღეს ყველაზე უსაფრთხო და კარგი ტრანსპორტი არის მეტრო, იმიტომ რომ ქალაქიდან დაშორებული არის თქვათ ეს კორპუსები და მეტროთი რა 5 წუთში ხარ უკვე ქალაქში. თან ეკონომიური. მეცაც გეტყვით, ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თბილისი კი არა, თბილისთან ახლო მყოფი ქალაქების დაკავშირებაზე. არ ვიცი, ახლა ვიღაცები იძახიან, იყო ეგეთი პროექტიო, მე არ ვიცი, იყო თუ არა, მაგალითად გორი. გორისა და თბილისის შორის რომ გაკეთდეს მიწისზედა მეტრო. ამითი მოიგებს მთელი ეს მოხდება აი ამ შიდა ქართლის რეალურად აღორძინება, იმიტომ რომ გლეხი ადგება ვიღაც აი ამითი პროდუქციასაც წაიღებს ბაზარზე ამ მეტროთი აქ უძრავი ქონების ფასით გაიზრდება აქ კაფე ბარები რესტორნები ამუშავდება და ფაქტობრივად გორი შეიძენს და გორთან ახლო მყოფი აი ეს სოფლები შეიძენს ახალ სიცოცხლეს რა პრობლემა მიწის ზემო ლიანდაგები ისედაც არის რეაბილიტირება გაკეთდეს იმ მიწის ზედა იმის და
და ისევე როგორც სხვა რეალურად ქალაქების რაიონული ცენტრები და ჩვენ უნდა აი ეს ამის გაკეთების შნო თუ არა გვაქვს აი სწორედ ბელორუსებს რუსებს უნდა მივმართო და დამთავრდა ვაიმე ის რა სიტყვის ვაიმე ეს რა დამთავრდა უნდა ეს და მინდა დავამატო ნიკა გორთან დაკავშირებით შენ რო თქვი რომ გორი შეიძლება ტურისტულ ხაბად გახდეს შემოკარგო იმიტომ რომ აქ სტალინის სახლ-მუზეუმია შეიძლება პატარა აეროპორტის გაკეთებაც, შეიძლება პატარა აეროპორტი გაკეთდეს, შეიძლება გეთანხმები რომ ეს ჩქაროსნული მატარებელი გაკეთდეს. მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ხალხი მოდის და გორში სტალინის სახლ-მუზეუმი, ხო? აი შეიძლება ამის ინფრასტრუქტურის განვითარება და აი ტურისტული იმის ხო ჩასმა იმ გეგმაში, რასაც უდიდესი პოლიტიკოსის და მოღვაწის იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი ქვია და მისი დათვალიერება უამრავი მსურველი ჩამოდის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. პატარა აეროპორტის დაუშვათ ისიც და ფაქტიურად გორი შეიძლება მართლა ჰაბი გახდეს. იგივე რუსთავისკენ მიმართულებაში ქალაქში რუსთავში უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა. ეხლა არის პროექტი იყო ინფორმაცია ქალაქის მიერ ძალიან ნოუ-ჰაუ და ნოვაციებით შემოდის და სხვა შორის მისასალმებელია ბატონ კალაძეს განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ არის ნიკოლოზ საუბარი დიდი ღომში ჩქაროსნული იმისი რა ქვია მატარებლის გაკეთება ანუ ტრამვაი კი ზედ ხო მიწის ტრამვაის გაკეთება მიდის მოსამზადებელი სამუშაოები ძალიან კარგია ესე განტვირთვა იმიტომ რომ თბილისში ფაქტურად სატრანსპორტო კოლაფსია და მაგალითად ტრამვაი ხო ეხა ცოტა რთულია თბილისში იმიტომ რომ თბილისი უკვე ისე იმდენად დაიტვირთა ხო აი დიდი დიღმისკენ აი მაგალითად ტრამვაი რატო არ უნდა იყოს გორში რატო არ უნდა იყოს თელავში, რატო არ უნდა იყოს ოზურგეთში? ყველაზე იაფი ტრანსპორტია და ამით რეალურად ქალაქიც იხეირებს ეკოლოგია. რაც ამ ავტობუსებში ფული იხარჯება, გააკეთე ტრამვაი გორში, გააკეთე თელავში, გააკეთე ოზურგეთში, გააკეთე ზუგდიდში. ამოვარდება ისინი ავტობუსები და თან იქნება უსაფრთხოება. ამას ხო რაღაცა ცოტა ეკოლოგია გავაკეთოთ ეს გასაგებია რომ ცოტა ძვირადღირებულია მაგრამ საბაგიეროდ მოიგებს ბიუჯეტი აღარ დაგჭირდება ხო 6 წელიწადში ცვლილება ავტოპარკისა და ამდენი ეს ბენზინის ყიდვა იქნება ეს ყველაფერი ძალიან წაადგება ქალაქს და არ ვიცი ნორმალურად იქნება ყველაფერი მე მივესალმები ქალაქის მერის კახი კალაძის ამ გადაწყვეტილებას მე ვფიქრობ რომ კახიმ ძალიან ბევრი კარგი გაუკეთა ამ ქალაქს და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მადლობა კახი რომ აი ესეთი გაბედული აი ესეთი სწორი აი ესეთი ვაშკაცური ნაბიჯი გადადგა იმიტომ რომ დღეს ბევრი სამწუხაროდ უწყება და გინა სტრუქტურაერიდება ბელორუსებთან ნაბიჯების გადადგმას ნუ აიმე რამე არ დამაბრო მორჩა ეს ყველაფერი დამთავრდა და ერთი მინდა დავამატო კიდე რაც შეეხება ქალაქის მერიას და უშუალოდ მართლა კახი კალაძის დამსახურებაა მე მინდა ეს ავაღიარო თქვა და მადლობა უთხრა ეს არის კოოპერატიული ბინამჩენებლობის დაზარალებულთა 35 წლის განმავლობაში ეს პრობლემა ვერავინ ვერ მოაგვარა ვერც ერთმა მთავრობამ ვერც ერთმა თბილისის მერმა ამ კაცმა აიღო თავის თავზე და გააკეთა ბოლომდე ეს 3000-4000-მდე ოჯახი თითქმის დაკმაყოფილებულია აი ამ პროგრამით რომელსაც ქვია ბინამჩენებლ დაზარალებულების და ამაზე დიდი მადლობა ეთქვის ძალიან სწორი აქცენტი გააკეთეთ ბატონო ეს არის მთავარი იმიტომ რომ ჩვენ ხშირად პარკებზე ვსაუბრობთ ამდენი სკვერი, ამდენი რეკრეაციული ცენტრი არ გაკეთებულა თბილისში, რა ვიცი, ფეკალიებით და ნაგვით იყო სავსე მაგალითად იქ თემქაზე ის ადგილი ჩავარდნილი საშინდება რომ ყარდა ყველაფერი და დღეს შეიქმნა ყველაზე დიდი ცენტრი, ყველაზე დიდი სივრცე ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაც ხდება ამით. მე მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ ბატონო მამუკა, ძალიან საინტერესო იყო. აუცილებლად შემდგომშიაც მოგიწევთ, იმიტომ რომ ბატონი მამუკა არის კვალიფიციური ექსპერტი, პოლიტოლოგი, ისტორიკოსი და სამწუხაროდ მსგავსი ტიპის ასეთი კვალიფიკაციის ადამიანები დღეს აღარ არის მედია სივრცეში, რა ვიცი, ტელევიზორს რო გადართავ რაღაც 1000 სულელის განცხადებები გვესმის. დიდი მადლობა, ჩვენ აუცილებლად შემდგომშიც მოგიწევთ და მე მინდა გადაცემის ბოლოს გაიხარეთ დაბადების დღე მიულოცო ჩვენს ღვაწმოსილ ფოტოხელოვანს, უდიდეს ადამიანს, რომელმაც აღბეჭდა უდიდესი გამარჯვებები ჩვენი ქართული ფეხბურთისა, ქართული სპორტისა, უამრავი წიგნი აჩუქა ამ ადამიანმა საქართველოს, რომელიც სპორტთან არის დაკავშირებული, არ ვიცი, ამდენი წიგნი ქართულ ფეხბურთზე,
ქართულ სპორტზე არავის არ დაუწერია როგორც დემიკო ლოლაძეს. დემიკო ლოლაძე არის ნამდვილად ერის სინდისი, ერის ნამუსი და სიმბოლურია რომ ეს ადამიანი დღეს 91 წლის გახდა და 1991 წელს აიღო დინამომ თასების თასი და სწორედ დემიკომ აღბეჭდა ის გამარჯვება, ის ბრძანდებოდა დიუსელდორფში და ეს დღეს როდესაც მე მას პირადად მიულოცე, რა სიმბოლურია მეთქი, რომ 91 წლის გახდი, 1991 წლის ერთ-ერთი აი ამ სიხარულის თანაზიარი იყო და ჩვენც აი ეს კადრები რაც არსებობს დემიკოს გადაღებულია ბატონი დემიკოსი, ბატონო დემიკო ჯანმრთელობას გისურვებთ, ხანგრძლივ სიცოცხლეს გისურვებთ და ღმერთმა დემიკო ლოლაძისნაირი სახელოვანი პატრიოტი ადამიანები უმრავლოს ღმერთმა და თუ დღეს შემორჩენილია მოგონებები ჩვენს დიდ ფეხბურთელებზე, სპორტსმენებზე, სწორედ მისი დამსახურება. უბრალო ეპოქა შექმნა მართლა და მეულოცოთ სული და გული. მე გულითა და თულოცავ და ჩვენ საერთოდ ადამიანები ცოცხლები უნდა დავაფასოთ და საერთოდ ქართველებს მიცვალებულები გვიყვარს რომ მოკვდება კაცი, აუ რა კარგი ადამიანი იყო და სიცოცხლეში ბოდიში და მადლობას არ ვეტყვით იმას ხერ რომ პატივი ვცეთ რაღაცნაირად და ისა. მადლობას და გახსენებასაც არ გავაკეთებ და მე არ შემეძლო რომ ბატონი დემიკო არ გამეხსენებინა დღეს და მისთვის არ მომელოცა ტელეეთერებიდან ეს მისთვის დაბადების დღე. ამით მე მინდა დაგემშვიდობოთ. ხვალ შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 9 საათზე კარგად ბრძანდებოდეთ.